მოგესალმებით მეგობრებო. დღეს იქნება ორი ვიდეო ერთად გადაბმული. პირველი ნაწილი იქნება თევზაობაზე, რომელიც ძალიან მაგარ ადგილებზე მაქვს გადაღებული, ულამაზესი ბუნებაა და საინტერესო თევზაობა გამოვიდა რა. ხოლო მეორე ვიდეო იქნება კოხთა ღვთისმშობლის ეკლესიაზე გადაღებული, რომელიც მდებარეობს სოფელ ფშაულიდან ცოტა 4 კილომეტრში. ანუ გზა არც თუ ისე მარტივი გზაა, საკმაოდ ცუდი გზა არის, კიდევ უფრო გაფრჩებულია იმაზე მეტად ვიდრე აქამდე იყო. და ეს ეკლესია არის ეკლესიის კომპლექსია რა. და შედგება ორი ეკლესიისგან, ექვთრისგან, საკულტო და საცხოვრებელი სადგომებისგან, გარშემოსავლელისა და გალავნისგან. ეს ეკლესია არის საკმაოდ ძველი, ესე იგი ნაწილ-ნაწილი იყო ამ ეკლესიის აშენების ისტორია, ანუ სულ პირველი ესე იგი შენობა თარიღდება მე-8 საუკუნიდან, მე-9 საუკუნიდან, შემდეგ კი ნელ-ნელა ემატებოდა ამ კომპლექსს სხვადასხვა ნაწილები. დიდად ახლა ისტორიის მოყოლით მე თავს არ შეგაწყენთ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ ძალიან ლამაზი ეკლესია, მე პირადად ესეთი სილამაზე ბევრგან არ მაქვს ნანახი. გზაც არის ძალიან ლამაზი, ცოტა ექსტრემალური, იქიდან გამომდინარე წყალზე გიწევთ რამდენჯერმე გადავლა უпроსორად. გზა არის გაფუჭებული და ამიტომ თალხიდიანი მანქანითაც ვერ ახვალთ. გჭირდებათ ორხიდიანი ცოტა მომზადებული მანქანა. და ერთ დავუმატებდი კიდევ რომ ნახოთ მოკლედ რა, ყველაფერს ვიდეოში გადაღებული მაქვს და დავამატებდი ერთ კიდევ რომ საღამოთი ხარ როგორც ხდება ხოლმე, შემდეგ დავსხედით მინდორში და გამოვიყენე ჩემი პატარა გაზი, რომელიც გამოწერილი მქონდა ერთ-ერთი საიტიდან და ძალიან ისე უყურებდი რა. მეგონა რომ ვერაფერს ვერ გაკაჩავდა, ჟარგონულად რო ვთქვათ. თუმცა ჩემთან გასაკვირად თევზი მოხარშეთ მაგ გაზზე და ნახევარი ბალონი დარჩა კიდევ, როდესაც თევზი მოიხარშა. ანუ საკმაოდ ძლიერი ალი ქონდა. და კარგადაც გაართვა თავის საქმეს რა, ანუ რეკომენდაციას უწევ მაგ გაზს. ეგ გაზი თუ დაგაინტერესებთ რა გაზზე მაქვს საუბარი, გადადით ჩემს ვიდეოზე, რომელიც არის უშუალოდ ჩემს მანქანაზე გადაღებული. და იქ შეგიძლიათ ნახოთ ამ გაზის შესახებ რა, პატარა გაზი არის. დანარჩენი უყურეთ ვიდეოც, დატკბით, ისიამოვნეთ ბუნებით, ამ ლამაზი ხედებით და თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მომწეროთ. თხოვნა მექნება რომ გააზიაროთ ეს ჩემი ვიდეო, მოიწონოთ და subscribe-ი გავუკეთოთ, გამოწერა იგივე. იმიტომ რომ ეხაც უყურებ წინა ვიდეოებს და 99% ანუ გამოწერილი არ აქვს, ისე უყურებენ რა და გამოიწერეთ, გააზიარეთ და დალაიქეთ. მადლობა ყურადღებისთვის და ეხლა კი დაგიტოვეთ ძალიან მაგარ კადრებს თევზაობაზე, შემდეგ კი ამ ეკლესიაზე. მოგესალმებით მეგობრებო. გამოვედით დღეს სათევზაოდ. ისევ ერთ კარგ ადგილზე ვართ. ხო და იმედი მაქვს რომ ისევ რამე იქნება. წინა ვიდეოზე შეხოთაშორის თქვი რომ არ ვიტყვით მეთქი ადგილს და მე ხანვინ ამწერს რატო არ ამბობო ვითხარიო და ასე შემდეგ. ხოდა მოდი ზურა უთხრათ არა მიზეზი. ჩვენ არა ვართ მოცილები რა თქმა უნდა პირველ რიგში და ესე სახში საქმე არა გვაქვს და მოდის არ მეტავართ ეგრე არა ვართ. ჩვენი სიამოვნების გამო დავდივართ აქეთ-იქით. ხო და მე ვიღაცა ჩამოვა აქ. აპარატს მოატარებს, ზოგი დინამიტს აფეთქებს და ჩამოვდივარ ჩვენ სიამოვნებისთვის, ცოტაოდენი რაღაცა რომ დავიჭიროთ და აღარ არის არაფერი. ხო და აი ამის გამო ზუსტად თავს ვიკავებ ხოლმე რომ თქვათ ეს ადგილები. პლუს ამას სათევზაოდ რომ დავდივარ სხვადასხვა ადგილზე რომ მე ნადირობის სეზონისთვის ვიცოდე სანადიროდ კარგი ადგილები. ნუ საწავიდე სად ვინადირო. ანალოგიურად მე ძაღლი გამყავს და ისე არ იკითხები რომ სად დადიხარ სანადიროდ. ანუ თუ გაინტერესებს სად უნდა დაიჭირო თევზი, უნდა აწიო ერთი ადგილი, დახვიდე და გაიგე. ხო ეგრეა. ეგრე მზამზარეული კაია, სახში იჯდე. ой, აგე მაგრად მოსწევს თევზი, წამო დავიჭიროთ. წახვალ დაიჭერ. მე ჩამოვალ რომელიც მთელი წლები აი მას ვცდილობ რომ როგორმე კაი ადგილები ვიპოვო და რავი, აქედან გამომდინარე არ მინდა ხოლმე ადგილების თქმა რა. ამიტომ ნუ რა ვიშ ნუ გწყვით, როცა ადგილს არ გეუბნებით. ამას თავისი მიზეზები აქვს,
თუ რამე პრობლემა დაგწყინთ, რა ვიცი ხა გეწყინოთ სხვა რა გავაკეთო. ეხლა დავიწყოთ თევზაობა და ნახოთ სხვა ხო თხოვნა იქნება კიდევ რომ იქნება გააზიაროთ ანუ გააზიაროთ და მოიწონოთ ჩემი ვიდეოები და subscribe-ს დააჭირეთ ხოლმე კიდევ რა. დაბლა მარჯვენა კუთხეშია subscribe-ის ღილაკი. ეგ ან ქართულად ეწერება გამოწერა. ბიჭო, სხვილები არიან აქ, მაგრამ რატო არ უტყავს? შეიძლება ის არის აპარატით არიან. ატარებულ-ჩატარებულები. თან შემიჯამეს. მოდი აქ. ესეც პირველი თევზი. აუზურა ვედრა დამჭა შენ წარმოიდგინე ისევ. ბადეკი მაქვს, მაგრამ აი გზაზე უნდა ვიჯდეთ, ცოდოები არიან. მოკლედ მესამე ადგილზე მოვედით უკვე. არსად თევზი აღარ უტყავს. არადა წინა კვირას ვიყავი აქ. მარტო წინა კვირას კი არა, ზოგადად აქ მაგრად მოსდევს ხოლმე. ხო დაეტყობა. აპარატის ხალხმა დედა უტირა ამ ადგილებს. ხო და მე იკითხავენ რომ რატო არ იძახიო ადგილზე სადახარ ხარ გავიგო. ვინ აპარატით აპირებს თევზაობას და ვინ დიუტივით. წამოვთ ესე ჩვენნაირი პატიოსანი ხალხი. და არ იქნება არაფერი. ჩვენ საკმას კი მაინც დავიჭერთ დღეს დარწმუნებული ვარ. რომ სხვა კაი ადგილიც არის, მაგრამ აი რატო აკეთებენ ესეთ რამეს არ ვიცი რა. ოპა. ეს პატარა მაგრამ რა ვშორა. ოპა, იერა კარგია. ხლა. რა კარგად დაეჯაჯგურა. აი კი იყო ბიჭო შაშან. წრეზე ვიყავი, იმათ ზემოთ რა. ახლა და 1-5 წელი მწყერი მოვკალი. აი გვიანი შემოდგომა უკვე. ჩამოვედი მეთქი. იქ იმათებზიც დავჭერ და იქ უნდა დავჯდე ბიჭო. აი ამ ადგილზე ცოტა აი ცარელარვა და სადაც არ უნდა დავჯდე ხა გველი არ იყო დახოული. რაღაცნაირი ბალახი იყო და იქ იმაზე დავის იყო. აქეთ კენჭიანჭველები იყვნენ. ტალახი იყო და იქ იმაზე დავჯდები. არის გავიხადეთ და ვაგდე და გველი არ გამიძვრა და მეთქი შენი დიდავატი შენი გადავედი ფერებში. რამდენი აქ მოახო იმდენ შეგვევა ეს ვერ მოხსენდება. ოკეი. გავგო. გავგო და იმ სკურებაში თვითონ კიდე გამიწყდა და ვერ დავიჭირე. ზემოთ თავიდით კიდე 1-2 ადგილია და ისინი წანახოთ თუ არ და ჩავიდით მე ქვემოთ. აქტუალურად ყავს ესე იგი დატუღებულია ქაურობა რა და. ალაზან საყვეთ ჩავყვეთ რა. იქ მაგარი მორევები აქვს ალბათ ახლა. არის, ხო, კაი ადგილებია. კიდევ ცალ დავიჭირე, ისე ადგილი შევიცვალეთ. და აქ რო ჩავაგდე, ეგრევე მოყვა ეს ესეთი ცალი კაი ზომა დავიჭირე. გავუკეთოთ ჯიაღელა კიდე და ვსადოთ. გადაცურავს? ხო? გიგანტური თევზი დავიჭირე.
აბა, ეს წერტილი. Mas mátla gaúsú bich. És elválinda. És itt mindent vadod. Úgyis. ესეც ერთი წელი კიდევ ერთი. კარგი. ადგილები მაგარი, ბუნება მაგარი და ჩამოდიხარ და თევზი ეგ განადგურებული. ხარ ვიცი, არ ვიცი. ისე მანქანასთან ჩამოვედი. ხო. მანქანასთან ჩამოვედით ზემოთ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აპარატით არის ყველაფერი განადგურებული და აქედან გამომდინარე იკაჭირებას აზრი არ აქვს. ხადა ისევ აქ ავწდით. თუ არა და მე უკვე ჩავალთ ქვემოთ უკვე სხვა ადგილებს მოვძებნით რა. კიდე სხვა ადგილზე იმიტომ რომ ითით არ ურტყავდა საერთოდ რა. ანუ აპარატისგან არის გაუბეძურებული ყველაფერი და ხოდა აქ ნახავთ ახლა თუ მოყვა რამე ხო კაია თუ არა და აბა რას ვიზავთ. ჩემთან მივიდა უკვე თევზი. ჩემთან არის თევზი. წყალშიც ჩანს რომ თევზები არიან. რაც ურავენ პატარები და ნახოთ აბა. ოპა, შორს დავიჭირეთ. არა, შორს. შორიდან დავიჭირეთ. წელი დავიჭირეთ. წელი დავიჭირეთ. ეს ნამსქერი წერდა გამეწევა, გამოვდი რაღაცას. თუ შეწევიდა რაღაც. Diğer pelis patalam var. Şu smayınç tevziye ya. Hatta ara peri arari. Es patalat. Ara uşara. Hatta bak kime de uçuyor gide. Bu tam az dilebit. Smut xot. Smut xot. Tuitat. Черт, заинтересовало то. Это город тут раз.
ეს რა არის კაცო, ეს რა მაიმუნია. ადგილზე გადმოვედი და სულ როგორი ადგილია 200 ტახტი? იმდენად უთაბანაობა მოგინდებაო არა? მართლა მაგარი ადგილია, აი, ძალიან მაგარი ადგილი. აი იქ როგორ აჩენს ჭუჭყიანი წყალი და სუფთა წყალი, ფშის წყალი და ალაზნის წყალი ერთმანეთს რო უერთდება. გინდა ტყვია მოგცე? ძიმე ტყვია. ჰა? არ გინდა? ჰა? ეს ქარხნული რაღაც არ გეგონოს. ოფიციალურად აი ძმაო მამაჩემის ნაჩალჭარი ტყვია. ნოვა. ანუ ტექნოლოგია აქ მაგარი რა. აი თავიდო. ისე რა. ანუ აი ესეთი რაღაცაა, ნახე. ეს ტყულფი აქ ამას გამოსდე, დაუკეტო და ჩავდეთ და დომკა რა უკვე. აჰა. მიხდი. ტექნოლოგია. ანუ ყველაფერი იხვეწება ძმაო, ეგრე არ არის. ყველაფერი თანამედროვეობისკენ მიდის და. ცოცხლე. აგი მართალიაო, ხედავ. აბა ბაბლაუგზე უნდა ვწოდო, ბაბლაუგზე იქნება დავიჯირო ვიდეო რამე, იმენერე მეშლება რომ არაფერი არ არის. ოპა. ესე დავიჯერეთ როგორც იქნება. ერთი ცალი დავიჭრე ზურა, როგორც იქნება. ამდე. ერთი. არა პატარა. მომისმინე, ხა ეგეთი რამე გავაკეთე ზურიკო რა. ხო ხედავ, ურტყავს მაგრამ წვრილია სულ. აზრი არ აქვს აი ეგ ჯდომას. ამაიხა ანკესი ავკეთოთ. ზემოთ ავყვეთ აი ალაზანს. შანსი არ არის ადგილები არ აქვს. თუ არა ერთი კაი ადგილი კიდე ვიცი. იმაში რა ქვია, შენახული მაქვს რა. არის ყველა ადგილი და ეხლა მოვედით ეს მაგარ ადგილზე. ხო და იმედია აქ მაინც რამეს დავიჭერთ. არა უკვე ნერვები აღარ მყოფენ სიმართლე გითხრათ. ეს შეგაუბედურებული აქაურობა. ახე რა ადგილებია. რა წამლის კიდო. ოპა. ეს ნიჩიო. Gire gorgio. Tervero. Ničovde znači. Uprodađda. Xoda, აი დავიჭირე ამ ხელა. არა ცალი ხელთან გადაიღე. თან ისე ცოტა რთულია. და ახლა გაჩვენეთ ზომისა, აი. აი ესეთი ზომა. ვცდები რომ თან გადავიღო. რა ჩავაგდებთ ისე გავუშვი. ჩემი ხელი ამ წუთებში აი ეს მდგომარეობაა. დააფოკუსოს ტელეფონი, აგე ერთი წელი. კიდე უკან. ერთი 5 წელი მეორე ხელზე მაძის კიდე. ყველა ერთდროულად გვინავს. მეგობრებო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ანუ ძალიან მარტივია რა, დაბლა მარჯვენა მხარეს. დააჭირეთ subscribe relax. ან გამოწერეთ თუ ქართულად აგაქვთ თქვენი YouTube დაყენებული. თქვენთვის არაფერი, ჩემთვის ბევრი რამეს ნიშნავს.
რა თქმა უნდა დალაიქებაც არ დაკავოთ ანუ ჩემთან ამ ვიდეოებს უყურებს ბევრი ადამიანი თუმცა იქიდან ალბათ 90%-ს აქ გამოწერის გარეშე ეს ვიდეოები ნანახი რა და თუ გინდათ რომ კიდევ ახალ ვიდეოები ხშირად ნახოთ ხოლმე რასაც დავდებ ამისთვის საჭიროა გამოწერა და სულ ერთი კლიკი რა აბაზურა პირველი თვეში დაგვანახეთ დღევანდელი თან გაიღიმე სელფი უნდა გადაიღო ზურა მაგთესთან აჰა დაიცა მოკლედ ეს დავიჭირეთ აქ რა სუდად უღებულია ხო დიდი მადლობა ბრაკონიერებს თუ რამოდენიც შენც მოხდე მადლობა ხო მოვხადე უკვე რა დიდი მადლობა დიდი მადლობა მართლა ბრაკონიერებს აი ესეთი მშვენიერი თევზაობისთვის გამრავლდით და გაიხარეთ